დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, უკვე თქვენს პირად ქოუჩთან ერთად კახი ლობჟანიძესთან ერთად, რომელმაც მოგვიტანა ძალიან საჭირო თემა დღეს და ეს არის კონცენტრაციის შენარჩუნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, კახი დღეს-დღეისათვის. კი, ძალიან და დარწმუნებული ვარ, თქვენ გაძლიერებული გიქნებათ კონცენტრაცია, იმიტომ რომ ძალიან რთულია, როდესაც პირველ რიგში ადამიანი ეჩვევა რაღაც ორი საქმის პარალელურ რეჟიმში გაკეთებას და განსაკუთრებით თქვენ, როდესაც სრულ პირდაპირ ეთერში ახერხებთ, რომ პირობითად წაიყვანოთ გადაცემა, ასევე მიიღოთ მითითებები, მაგალითად პროდიუსერისგან და თან მოახერხოთ ამ ყველაფრის დელეგირება. რა თქმა უნდა, დღესდღეობით ყველაზე მეტად ჩვენ ადამიანებს გარდა იმისა, რომ კონცენტრაცია გვიჭირს და პირობითად კონცენტრაცია გვჭირდება რაღაც გარკვეული საქმის კეთებისთვის, გვჭირდება ამ კონცენტრაციისთვის ენერგია და რაღაც გარკვეული აქტივობები, რითიც შევინარჩუნებთ კონცენტრაციას. ერთია, რომ ჩვენ გვაქვს უნარი, კონკრეტულად გამომუშავებული მაგალითად კონცენტრაციის და მეორე, რითიც ვინარჩუნებთ. მე დღეს შევეცდები, რომ თქვენთან ერთად წარმოვაჩინო რამდენიმე ის ფაქტორი, რომელიც დაგვეხმარება გარდა მობილიზების, ასევე შენარჩუნების კონცენტრაციის. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი მტერი კონცენტრაციის არის multitasking. ანუ ერთი რომ ჩვენ კონკრეტულად გვაქვს რაღაც დავალებები დღის განმავლობაში, მაგრამ გვაქვს ძალიან ბევრი დავალება. დღეს ერთია რომ ბუნებრივია, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტი საქმის კეთება გვიწევს და ერთი პროექტის ან ერთი კონკრეტული აქტივობის ირგვლივ გვიწევს რამდენიმე საქმის გაკეთება. მაგრამ ხშირ შემთხვევაში განცდა გვჭირდება ხოლმე რომ რაღაცას გავაკეთებთ, რაღაცას ვერ გავაკეთებთ, აქედან გამომდინარე ყოველთვის პირველ რიგში ვაკეთებთ დელეგირებას, რომ ჩვენ არ დაგვიგროვდეს ძალიან ბევრი საქმე. ყოველთვის ჯობია რომ თუნდაც მეტი გავაკეთოთ რაღაცა, 1 საათი მეტი ვიმუშაოთ, 1 საათი მეტი მოვახდინოთ და დავასრულოთ რაღაც კონკრეტული საქმე, ვიდრე მაგალითად დავიტოვოთ ბოლოში და გქონდეს რამდენიმე საქმე გაკეთებული და საბოლოო ჯამში ვერ ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, უკვე კონცენტრაცია ვეღარ არის აქ პრობლემა, აქ არის უკვე ჩვენი დელეგირება როგორ გავაკეთებთ. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის 15 წუთი ჩვენი დროისთვის, ჩვენი დღისთვის. აი ნახეთ, უბრალოდ ჩვენი თავისთვის. აი რა არის 15 წუთი? დღის განმავლობაში ჩვენ უბრალოდ გამოვყოთ 15 წუთს და დავაკვირდეთ ჩვენ ფიქრებს. ამას აღმოსავლეთ აკეთებს და ეძახის ამას მედიტაციას, ხო? არსებობს სხვადასხვა ძალიან ბევრი მეთოდი მედიტაციის. ადამიანი ბოდიში შეგაწყვეტა გაურბის ფიქრებს. აი მე გამიგია მაგალითად ამბობენ, აი ზედმეტი ფიქრი არ მიყვარს, იმიტომ რომ მას მიყვება რაღაცა საბოლოოდ ისე დასკვნამდე მიდიან, რომ მე ვაყოფით ნეგატიურზე გადავწყვეტ. კი, აქ რა არის ისი რეალურად აი ესეც გაგვიგია რომ ბევრს ფიქრობ, ანუ არ არსებობს ბევრს ფიქრობ, იმდეს ფიქრობ, რომელსაც ფიქრობ, სულ ფიქრობ. ადამიანი უბრალოდ რაღაც მომენტში ამ ყველაფერს გაურბი ხარ და გაქვს ქაოსი ფიქრებში და აქედან გამომდინარე ვერც გააკონტროლებ, ანუ გააკონტროლებ ერთი რომ შენ შეიძლება მოახერხო რომ პირობითად ნეგატიურიდან გადაიყვანო პოზიტიურში და დაინახო შესაძლებლობა, მაგრამ აქ არის უბრალოდ დავაგება, რომ შენ მოახერხო 15 წუთი დღის განმავლობაში სიჩუმეში, მოახერხო უბრალოდ ფიქრების დაკვირვება და დავაგება, ხო? მედიტაციის რაღაც უცნობიერებები გურჩევენ დღის განმავლობაში მოახერხოთ 15 წუთი მაინც გავაკეთეთ მედიტაცია და 15 წუთი არ გვაქვს, მაშინ 9 საათი, იმიტომ რომ ან იმდენად გადატვირთულია ეს დღის განმავლობაში, კი, აუცილებლად რომ 15 წუთი დაუთმოთ ფიქრებს და მოგეთ ქაოსის დავაგებას ჩვენ თავში. მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი ამასთან ერთად არის ანანო ხაჯაია დამეთანხმება აუცილებლად ეს არის რეგულარული ვარჯიში. ანუ ერთი რომ მე ჩემ ფიზიკურ მდგომარეობას ვაუმჯობესებ ვარჯიშის დროს და მეორე მე ვარჯიშობ კონცენტრაციაში, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ჩვენ გავაკეთოთ კუნთის ვარჯიში, კონკრეტული კუნთის ვარჯიში, თუ მე არ მოვახდინე კონკრეტულად კონცენტრაცია, გონებისა და კუნთის კავშირი. კი, აბსოლუტურად გონების მართვა, გონებიდან კუნთის მართვა და ეს მე შემდეგ გვეხმარება საქმეებში. რომ გაგენვითარდეს უკეთესად. აბსოლუტურად ზუსტად და დააკვირდე და შემდეგ უკვე მთელი ენერგია და ძალა გადაიტანო იმ კუნთზე. შემდეგ აი multitasking გამოვიხმაურებ, ეს არის დავალებების სიის გაკეთება, ანუ აი to-do ეგრეთ წოდებული to-do list-ი, ყველა სხვადასხვანაირი მეთოდით იყენებს, მაგრამ თავარია მე სია მქონდეს, რატო იცი რომ გარდა იმისა რომ მეხმარება დელეგირებაში, მე აღარ მაქვს განცდა და არ მაქვს იმაზე აღარ ვკარგავ ენერგიას, რომ მე პირობითად რა მაქვს გასაკეთებელი, ყველაფერს ვასწრებ, ხო ნამდვილად მახსოვს, ეს ყველაფერი მაქვს უბრალოდ ჩამოწერილი და მივხვდები და ეს ამ შემთხვევაში მეხმარება რომ სხვა დამატებით ფიქრებისგან ავირიდო თავი. შემდეგი ფაქტორი არის გაგიკვირდებათ და ბუნებაში გასვლა ეხმარება ძალიან კონცენტრაციას. ის რომ ერთად ხო, ანუ ის რომ მე განვიტვირთი და მე ვარ ადამიანი და მაქვს ბუნებასთან ცდომა, ეს მეხმარება რომ მოვიკრიბო ის ენერგიები, რაც მე შემდეგ სამუშაო გარემოში მომეხმარება. თელი ყველაზე მეტ ენერგიას ადამიანებს რა პროცესში ვაგროვებთ, რას ფიქრობთ? აი როდის ვისვენებთ ყველაზე კარგად? როდის ვისვენებთ ყველაზე კარგად? ალბათ როცა ხდებით იმ საქმეს, რითიც ვართ უფრო ხშირად დაკავებულები და ჩვენთვის გამოვყოთ საჭირო დრო. რავი, მე მგონი ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. ზოგისთვის ინდივიდუალურია. სამსახურის დასვენება. ხო, ზოგისთვის ოჯახთან მეტი დროის გატარება, ზოგისთვის მეგობრებთან არ ვიცი. ყველაზე სხვადასხვა ვერსიები, მაგრამ ყველაზე გავრცელებული არის ძილი. ანუ ძილი არის რეალურად დასვენების ერთ-ერთი ეგ არის ყველაზე გრძელი და ყველაზე დიდი. აქედან გამომდინარე, კარგად გამოძიება სხვა დანარჩენი ყველა ფაქტორისთვის
ჩემთვის ის რომ მე ეგრეთ დავიბუსტო ასე ვთქვათ ენერგიის და მთელი დღის განმავლობაში შევინარჩუნო მეხმარება სხვა დანარჩენ კონცენტრაციის. კახი მე წამიკითხავს და მინახავს რომ ყველა და უმეტესობა წარმატებული ადამიანებისა ძალიან ცოტა ძინავთ მათ. აი და 4-5 საათი დღის განმავლობაში ძინავთ და ეს ყოფნით. კი, აი მე ამაზე ბევრი ინფორმაციაც მაქვს მიღებული, კი, აუცილებლად. რეალური ძილი, ანუ ის რომ ჩვენ ორგანიზმში ძილი ის უჭირდება, ხო? რომ მელატონინი გაიზარდოს. რეალური ძილი თუ ჩვენ დავარეგულირებთ სწორ ძილს და ვიპოვით, სად იზრდება ყველაზე მეტად ჩვენთვის ჰორმონი მელატონინი, ამ შემთხვევაში ყოფნის 4-5 საათი. და თუ პარალელურად კვება და ჯანსაღი აქტივობა არის. ილონ მასკი ჯეფ ეს ადამიანები აბსოლუტურად, მაგრამ შეიძლება ამ შემთხვევაში დავიძინოთ საღამოს 10 საათზე, პირობითად რაღაც 4 საათზე გაიღვიძო, ან 12 საათზე და შემდეგ 20 საათზე. აქედან გამომდინარე ეს რომ ყველა საერთო ჩვეულებრივი ცხოვრების წესთვის არის 7-8 საათი, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევაში თუ ზრუნავ. ამ ყველაფერს თუ მოვაგვარებთ, მაშინ უფრო მარტივად ვიქნებით კონცენტრირებულები იმ კონკრეტულ საქმეზე, რაც მაგალითად გვინდა რომ გამოვითაროთ, გავაკეთოთ და კი, ანუ აი ამ აქტივობებიდან კიდე რასაც ჩამოვთვლი, მასთან ერთად რეალურად ჩვენ შეიძლება ყველა ვერ გავაკეთოთ, მაგრამ ვიპოვოთ ჩვენთვის უფრო მისაღები, რითიც მოახერხებთ, რომ მე კი არ დავისტრესო მუშაობის დროს, არამედ მივიღო სიამოვნება. შესაბამისად, როდესაც ვიღებ სიამოვნებას სამუშაო პროცესში, ვარ ბევრად პროდუქტიული, ვარ უფრო კმაყოფილი და ბუნებ უფრო სასიამოვნოა რიგივე გუნდისთვის და ჩემი თავისთვის და ჩემი ოჯახისთვის და შემდეგ უკვე იმ ადამიანებისთვის, რომელსაც ვაკეთებ. ანუ მე რო არ მქონდა ეს განცდა იმის, რომ მე ვერ ვიმუშავე, ვერ გავაკეთე რაღაც არ გამომდის, შე შემთხვევაში დეკონცენტრაციის გამო რაღაცებს ვერ ვაკეთებს და განსაგვიჩნდება, რომ რაღაცები არ გამოგდეს, სინამდვილეში ეს გვჭირდება. აქედან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ აი გარდა ბუნებისა, რაც ვახსენე და ბუნებაში განტვირთვის არის მუშაობა ოფლაინ. ესეთი ერთ-ერთი წესი, ანუ რას ნიშნავს, რომ მე ხშირ შემთხვევაში მოდის ძალიან ბევრი ინფორმაცია, ძალიან ბევრი შეტყობინება, მესიჯი შემოგდის ზარები და არის რაღაც მომენტი, როცა 1 საათიანი საქმე გასაკეთებელი და იმ მომენტში შეიძლება გამეწელოს რაღაცა 2 საათი. იმ მომენტში უდან მოვახერხო და გავთიშო ტელეფონი. აი ჯობი იმ არაფერი იმაზე მნიშვნელოვანი არის, როდესაც ჩვენი გონება დასტრესილია და 2-3 რაღაცაზე ფიქრობს ერთად. გაგვიგია რომ აი გავაკეთოთ მაგალითად ვაკეთოთ საქმე პირობითად გავამოჯობესოთ ინგლისური და ვუსვინოთ რაღაც ინგლისურ ტექსტებს. გონება და ტვინი ვერ აკეთებს ვერანაირ შემთხვევაში ორ საქმეს ერთად. აკეთებს პროცესი შეიძლება ქმედება იყოს ერთი, მაგრამ ან ერთს აკეთებს, ან მეორეს ძალიან სწრაფად. კი, ან მეორეს და უფრო იღებს უფრო მარტივს. ანუ რაც უფრო მარტივია, იმის უფრო მეტად იღებს და აქედან გამომდინარე ყოველთვის ჯობია ერთი საქმე ვაკეთოთ ერთ კონკრეტულ დროში. ვიცოდეთ რომ მე ამის მაქვს 1 საათი, მე მაქვს დრო და გადავდივარ ოფლაინზე და ვაკეთებ. შემდეგი ასე მნიშვნელოვანი საკითხი ხშირად ვახსენებთ ხოლმე არის გამბედაობა ვთქვათ არა. ხშირ შემთხვევაში რაღაცებზე არ ვამბობთ არას, ვიღებთ დამატებით. ეს ფილმი ხო ნახე გაქვთ? ფილმი? ჯიმ კერი. Yes, man. კი, ეს. ხო, ეს მე ადამიანი რომელიც კი, ყველა შესაძლოა ის უფრო კიდე შედარებით დადებითი კონტექსტია, მაგრამ არის ის რომ მე არ მინდოდეს გაკეთება, არ მინდა რაღაცის გაკეთება და ყველაფერზე ვამბობ კი ის და მე იმის განცდა მაქვს და კონცენტრაცია იმაში მიშლის რომ იმაზე ვფიქრობ რომ რატო ავიღე ეს საქმე და არა ის რომ საქმე პირობითად რაც მაქვს გასაკეთებელი რეალურად აქედან გამომდინარე ყოველთვის ჯობია ის გადავიტანოთ, გადავლახო თქვა რომ ეს არ არის ჩემი გასაკეთებელი და შევასრულო ის ვიდრე ავიღო დამატებით პასუხისმგებლობები და ვერ გავაკეთო ის საქმე. გონების ვარჯიშები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე. 5 წუთი ყველას გვაქვს დღის განმავლობაში, რომ რაღაც მაინც გავაკეთოთ. კონცენტრაცია შეიძლება ვითამაშოთ, შეიძლება თამაშები, აქტივობები ხო, შეიძლება აპლიკაცია გავაკეთოთ, შეიძლება უბრალოდ რაღაც ინფორმაცია გავცვალოთ და დავაკვირდეთ. აი მაგალითად, ადამიანი კომუნიკაციის დროს ჩვენ პირდაპირ არ ვიგებთ, მე ადრესს ვახსენე, რომ პირდაპირ არ ვიგებთ ინფორმაციას, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენივე დასკვნას ამ ინფორმაციაზე და მეორე ადამიანთან შეიძლება ელაპარაკო, მე რასაც მოგიყვები, შენ გაი მეორე და შენ კიდევ უფრო ცდილობ რომ იმდენად სწორად გადასცე, რომ მას ზუსტად გაიმეოროს რაღაც კონკრეტული ინფორმაცია. ერთ-ერთი აქტივობა არსებობს. კი, თამაშების იგივე მაგალითად რომ პროსპორტების შეიძლება სიტყვების თამაში, სიტყვების სწავლაც გარკვეულად კონცენტრაცია და კითხვა ოღონდ მარტო, აი სადაც არა გარემოში, სადაც მაგალითად ჩვენ ვართ თანამშრომლებთან ერთად ან გუნდთან ერთად, არამედ მარტო, როდესაც სხვა ძალიან ბევრი ფიქრია, ხო გვაქვს, აი ყველას გვაქვს გამოცდილება, რომ მაგალითად ჩვენ კითხულობს და წავუკითხე რამდენიმე გვერდი, ანუ მოქმედება არის, მაგრამ საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგებ, რატო? ვერაფერი ვერ გაიგებ. კი, არაფერი. ამ შემთხვევაში თუ არ მიუბრუნდებით, ისე უბრალოდ აქ ვივარჯიშებთ, რომ მე თითოეულ წინადადებაში მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მაქსიმალური ინფორმაცია გამოვიღო და ესეც ვარჯიშია. და ერთ-ერთი არადომინანტური ხელის ან ფეხის გამოყენება მაგალითად. თქვენთვის დომინანტური ხელი რომელია? მარჯვენა თუ მარცხენა? მარჯვენა თუ მარცხენა? აი მაგალითად მობილურს რომელი ხელით იყენებთ? მარჯვენა. ორივე. ორი, უფრო მეტად უფრო მარჯვენა. აბა მარცხენა ხელი გამოიყენე ეხლა და ისე რომ მარჯვენა ხელით არ შეეხო, მაკო. აი სანდრო შენ წადე. იმდენად მიჩვეულ და გავაკეთე ყველაფერი უპრობლემოდ. გააკეთე. ანუ ეს ვარაუდობთ, ჩემთვის მაგალითად მარცხენა ხელის გამოყენება არის ძალიან რთული. მე როცა ეს უკვე ასე ვთქვათ, ჩემთვის აღარ არის უკვე. ეს ჩემთვის ვარჯიშია და გადავდივარ, ვარჯიშობ იგივე მარცხენა ფერის საჭირო და ის რაც ჩემთვის არის უცხო. და
ხო, ეს და დასრულება, როცა დაიწყო და დაასრულო. ეს არის ყველაზე მთავარი და დღეს მე რაც ყველაზე მეტად მიჭერს, რომ საქმე ცოტა დავაწყოთ, ხანთან 5 წუთით ვდებთ ხოლმე და ეს საქმე შეიძლება 2-3 დღე გადაგვიდოს. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ის საქმე იმ მომენტში ვიცოდეთ, რომ აუცილებლად დავასრულებთ, როგორც მე ახლა დავასრულებ და მადლობა თქვენ. საჭირო რჩევები მივიღეთ, რაც დაგვეხმარება როგორც ჩვენ იმედია ჩვენს მაყურებელსაც კონცენტრაციის მობილიზებაში.